თავი 45. ვეღარ შეიკავა თავი იოსებმა მხლებელთა წინაშე და იყვირა. გაიყვანეთ ყველანი. არავინ იყო იოსებთან, როცა გაუმხილა მან თავისი ვინაობა ძმებს. იწყო ხმამაღალი ტირილი და მოესმათ ეგვიპტელებს და მოესმა ფარაონის სახლს. უთხრა იოსებმა ძმებს: იოსები ვარ, ცოცხალია ჯერ კიდევ მამაჩემი. ვერ გასცეს პასუხი ძმებმა, რადგან შეიშინდათ მისი. უთხრა იოსებმა ძმებს: მომიახლოვდით. მიუახლოვდნენ და უთხრა მათ იოსებმა: იოსები ვარ, თქვენი ძმა, ეგვიპტეში რომ გამყიდეთ. ნუ ღარ იწუხებთ და ნურც თავს გაკიცხავთ, აქ რომ გამყიდეთ. თქვენი სიცოცხლის სახსრად გამომგზავნა ღმერთმა, რადგან ეს 2 წელი შიმშილია ქვეყანაში და კიდევ 5 წელი არ იქნება ხნა და მყა. გამომგზავნა ღმერთმა თქვენს წინაშე, რათა დაღარჩინოთ ამ ქვეყნად. სიცოცხლე შეგინარჩუნოთ და მოგიტანოთ დიდი საშველი. თქვენ კი არ გამოგიგზავნებართ აქ, არამედ ღმერთმა დამადგინა მამად ფარაონისა, მისი სახლის პატრონად და მთელი ეგვიპტის ქვეყნის გამგებლად. საჩქაროდ წადით მამაჩემთან და უთხარით: ასე ამბობს თქო შენი შვილი იოსები, ღმერთმა დამადგინა მთელი ეგვიპტის პატრონად. ჩამოდი ჩემთან, ნუ დაყრდები თქო. იცხოვრე გოშენის მხარეში. ახლოს იქნები თქო ჩემთან შენ და შენი შვილები, შენი შვილთა შვილები, შენი ცხვალძროხა და მთელი შენი საბადებელი. აქ შეგინახავ თქო, რადგან კიდევ 5 წელი გასტან შიმშილი, რათა არ გაჩანაგდე შენი სახლითა და მთელი შენი საბადებლითურთ. აჰა, ხომ ხედავს თქვენი თვალი და ჩემი ძმის, ბენიამინის თვალი, რომ ეს ჩემი ბაგეებია, თქვენ რომ გელაპარაკებათ. მოახსენეთ მამაჩემს მთელი ჩემი დიდების ამბავი ეგვიპტეში და ყველაფერი რაც ნახეთ. იჩქარეთ, ჩამომიყვანეთ მამაჩემი. ყელზე მოეხვია თავის ძმას ბენიამინს და ატირდა. ბენიამინიც ტიროდა მის მკერდზე. საკითხაოდ გადაკოცნა ძმები, ტიროდა და ეხვეოდა მათ, მხოლოდ ამის შემდეგ დაელაპარაკნენ ძმები. მისწვდა ხმა ფარაონის სახლს, იოსების ძმები ჩამოვიდნენ. იამა ფარაონს და მის მორჩილთ. უთხრა ფარაონმა იოსებს: უთხარი შენს ძმებს, ასე მოიქეცით. დატვირთეთ 4 ფეხი და წადით ქანაანის ქვეყანაში. წამოიყვანეთ მამა თქვენი და თქვენი სახლეოვნი და ჩემთან მოდით. მოგცემთ ყოველივე საუკეთესოს ეგვიპტის მიწაზე და ჭამეთ ამ მიწის დოვლათი. შენ კი გებრძანება მათთვის სათქმელად. ასე გააკეთეთ თქო. წაიყოლეთ ეგვიპტიდან ურმები თქვენი ცოლშვილისთვის. წამოიყვანეთ მამა თქვენი და ჩამოდით. თვალი ნუ დაგრჩებათ თქვენს ქონებაზე, რადგან თქვენ იქნება ყოველივე საუკეთესო მთელს ეგვიპტეში. ასეც მოიქცნენ ისრაელიანები. მისცა მათ იოსებმა ურმები ფარაონის ბრძანებისამებრ და გაატანა საგზალი. თითოეულს მისცა თითო ხელი სამოსელი. ბენიამის მისცა 300 ვერცხლი და 5 ხელი სამოსელი. მამას გაუგზავნა 10 სახედარი, ეგვიპტური დოვლათით დატვირთული და 10 ჭაკივირი, ხორბლით, პურითა და სასმელ საჭმელით დატვირთული, მამის გამოსამგზავრებლად. გაუშვა თავისი ძმები და ისინიც წავიდნენ. უთხრა: ნურაფრის შეგეშინდებათ გზაზე. წავიდნენ ეგვიპტიდან და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში იაკობთან, თავიანთ მამასთან. ახარეს, ცოცხალია შენი შვილი იოსები, მთელი ეგვიპტის გამგებელიაო. გაუგნდა, რადგან არ სჯეროდა მათი. მოუყვნენ ყველაფერს, რაც იოსებმა უამბო მათ. დაინახა ურმებიც იოსებს რომ გამოეგზავნა მის წასაყვანად და მაშინღა გაცოცხლდა მათი მამის იაკობის სული. თქვა ისრაელმა: კმარა, ცოცხალია ჩემი შვილი იოსები, წავალ და ვნახავ, სანამ არ მომკვდარ ვარ.